რომელსაც მოქალაქეები სავარაუდოდ ძალადობასა და ტრაფიკინგში ამხელენ, უკვე გამოკითხული ხავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და უწყებაში გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ტრაფიკინგის მუხლით არის დაწყებული. შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდო დანაშაულის ჩამდენ პირს და მამაკაც ხელბურკილები სწორედ ტრაფიკინგის მუხლით დაადონა. ასევე პირველების ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს კამერების ჩანაწერებიც ამოღებული, გამომდინარე იქედან, რომ სავარაუდო ტრაფიკინგისა და ძალადობის შემთხვევა დედაქალაქის ცენტრში ხალხმრავალ ადგილას კამერების თვალწინ ხორციელდებოდა და ასევე პირველების ინფორმაციით სწორედ ამ კამერების ჩანაწერებში უნდა იყოს სავარაუდო დანაშაულის ამსახველი კადრებიც. თავად კაცი მამა არასრულწლოვნების კი დღეს პირველებთან პირველ ინტერვიუში თავის მართლების რეჟიმში იმყოფებოდა და ის სრულად უარყოფდა იმ ბრალდებებს, რომელიც მის წინააღმდეგ იყო გავრცელებული. რაც შეეხება ბავშვთა უფლებადამცველებს, მათი პოზიციით მომხდარი შემთხვევა არ არის მხოლოდ ერთჯერადი შემთხვევა, ისინი სისტემურ პრობლემაზე საუბრობენ ქვეყანაში და ამბობენ იმას, რომ ეს არის აქ არა მხოლოდ მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი დგას, არამედ მათ შორის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზეც ამახვილებენ ისინი ყურადღებას, გამომდინარე იქედან, რომ არსებობს ინფორმაცია, რასაც გვიდასტურებს ჯანდაცვის სამინისტროც, რომ მზრუნველობის სააგენტოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ კიდევ ივლისიდან ჰქონდა და მათი თქმით მზრუნველობის სააგენტო ამ საკითხზე და ამ ფაქტზე უკვე ერთი თვეა თითქმის, რაც არის ჩართული და აწარმოებს სხვადასხვა სამუშაოებს. შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ ადამიანის ბავშვთა უფლებადამცველები და ისინი ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა, მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოეხდინა და ზოგადად უნდა იყოს ჩართული იმ ბავშვების საკითხზე, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, იმისთვის, რომ საბოლოოდ ტრაფიკინგისა და ძალადობის ფაქტები არ დადგეს. ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში დღითიდღე იზრდება და ამას ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციას და ანგარიში. ზოგადად სიღარიბეში მცხოვრ ბავშვებთან მიმართებით დამატებითი რისკ ფაქტორები ყოველთვის იზრდება ძალადობის განხორციელებით. სახელმწიფოს პოლიტიკა ასეთ შემთხვევაში, რა შემთხვევაც გავრცელდა გუშინ, არ არის მხოლოდ ძალადობის კონტექსტში ამ ფაქტის შეფასება, ცხადია ეს ნაწილი უნდა შეფასდეს და ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს ყველა ეტაპზე გათვალისწინებული. თუმცა ამავდროულად კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს საკითხი, ყველა რელევანტური უწყება უნდა მუშაობდეს ბავშვებთან. რა მომენტშიც სახელმწიფომ შეიტყო ინფორმაცია, რომ ბავშვები სიღარიბეში ცხოვრობდა, აი ეს ასე ვთქვათ, დროის ხანგრძლივობა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა ბავშვებთან დაკავშირებით, არ ნიშნავს, რომ მანამდე ბავშვები სახელმწიფოს ჩარევის, მეთვალყურეობის, მხარდაჭერის გარეშე უნდა ყოფილიყვნენ დატოვებული. ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა გადადის სახელმწიფოზე, რომ მას უნდა ემოქმედა სათანადოდ თავის დროზე, რომ ამ მდგომარეობამდე არ მისულიყვნენ ბავშვები. ის მხრივ ცხადი არის მნიშვნელოვანი, რომ გამოვკვეთოთ მშობლის პასუხისმგებლობა, მაგრამ ინდივიდუალური მშობლის პასუხისმგებლობასთან ერთად არსებითია ყურადღება მივაქციოთ იმ სტრუქტურულ მიზეზებს, რომელიც ოჯახებს, მშობლებს, ბავშვებს ამ რეალობაში აგდებს, ხო? თვითმმართველობის სექტორები გამოთიშულია იმისთვის, რომ ადამიანებს ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომები შეთავაზოს და განსაკუთრებულად მოწყვეტილ ოჯახები თუ ბავშვები აი ამ გვარი ტიპის ექსპლუატაციისგან და სიღარიბისგან დაიცვას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე დისკუსია არ შემოიფარგლოს მხოლოდ ინდივიდუალური პირების პასუხისმგებლობით და უფრო სისტემურად დავინახოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტთან დაკავშირებით ტრაფიკინგის მუხლით აქვს დაწყებული გამოძიება. იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებები აღნიშნულ ბრალს დაადასტურებს, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში მცირეწლოვნების მამას სწორედ ამ მუხლით ხელბურკილები დაადონა. ახლა საინტერესოა, რა იქნება უკვე მზრუნველობის სააგენტოს პოზიცია და გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და გადაიყვნენ თუ არა მცირეწლოვნებს, რომლებიც სავარაუდო ტრაფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი იყვნენ ბავშვთა სახლში.